სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ეს დანიშნულება და ეცადი სანამ წამალი გედება მაგხარეს არ ჭამო, ხო? ერთ ყურაში მოდიხარ სი. მადლობა. არაფრის. მოიცა, მის ყურაობა ჯერ კიდევ და გიმთავრებია. ხო და არა და გიხვეწები ვანოსთან ჩაწერა შემდეგზე რომ მიიღო შემიძლია. ოკეი. ხო, ისე გოგოებმა პიცა გამოიწახეს, ამერიკული პეპერონი შერულყვარს. ხო შეჭამ. არა ამშია რა. რატო? გამოხდა. ხო რიჩხუბეთ. შედეგების ამბობ. არა ვიჩხუბეთ პირიქით. ხო გეკმოთ ქორწილს. იცოდე წინა დღეს არ გამაგებინო რომ კაბის ყიდვა მოვასწრო. და ეგ არის ზუსტად რა. კი დამთანხმდა ამ ქორწილზე, მაგრამ საერთოდ არაფერში არ იყოს მონაწილეობის. და მონაწილეობის მიღებას რას გულისხმობ? რავი, დაგეგმოს რა. არა გასაგებია რომ ჩემ გამო დათანხმდა ამ ყველაფერს და ყველაფერი, მაგრამ ხანდახან მგონია რომ ისე ანაზე ფიქრობს ბავშვის ხო. კარგი რა ნუსულელო. შენ რა უთხარი რომ პატარა ქორწილი გინდა და ალბათ ჩათვალა რომ 1 საათი ეკლესიაში წახვიდოდით, მე 1 საათი რესტორანში, მე სახლში მივხვიდოთ და დაიწინებდით. ხო, მაგრამ რა ვქნა აბა? ყველაფერი მე როგორ უნდა გასწავლო? აუ, კაი. უთხარი რომ დიდი ქორწილი გინდა. ხო, უყვარ ხარ და დაგთანხმდება. ხო, ერთხელ ცოცხლობ, ერთხელ ქორწინდები. ყველას უნდა გააგებინო მთელ მსოფლიოს როგორი ბედნიერი ხარ და განსაკუთრებით ვიღაცებს. რთულია კი არა ეს მაგაში დათანხმება. გასაგებია. მაგრამ არ იქნება დედამის უთხარი, ხო? რომელ დედას არ უნდა შვილისთვის დიდი ქორწილი. ხო. ისე კაი იდეა. რა თქმა უნდა, კარგი იდეაა. თან მოუწონო არ ვალისას. ხო და გაგმართლებია. ხო, მიდი ახლა ადიქ მიდექ მოდექი სასწრაფოდ. იცი, მე ვფიქრობ, რომ კერესა ამ ქორწილის საქმეებში რომ გადმოერთვება, სულ დაავიწყდება დანარჩენი ყველაფერი. შეიძლება ისე გაუსწორდეს, რომ მე თაიგულის არჩევაც კი თვითონ მოინდომოს. ხო. ეგ მეჯვარი საქმე არ არის? ხო, ეგ არ ვიცი, ალბათ. და გარკვე მაგრამ. მე? ხო, მე არ იქნები ჩემი მეჯვარა? რა? კარგი რა, რა თქმა უნდა. ისე ჩემზე კარგი მეჯვარის ვერც აირჩევდი. ხო, მიდი ახლა რა თქმა უნდა, როგორ გამიხარდა. სად ხარ შეჩემ არ მოდიხარ სამსახურში? ბიჭო, აი სახლთან მოვედი რა იმ ამბებზე რა რაღაცას ვარკვევ და გამოვალ ცოტა ხანში რა. დამშვიდე. გარეთ ხო გამოდივართ ხოლმე. ექიმთან წავალ და მალე დავყავდეთ. წავიდეთ. თვერ მორჩა ამდენი ხანი რა. აი რა ვერ გავიგე იცი? აი ესეთი პატარა. რა თუნდა ამდენი ხანი ოპერაციას რა თუნდა? პატარა რომ არის, იმიტომ უნდა დიდი დრო. რა? ნაზია და უფრო მოსაფრთხილებელი. არ ვიცი. მე მაგას ენაცვალოს თავისი ბებუკარა. ყველაფერი კარგად იქნება ხალხმა. ისეთი გოგო გაგვეზრდება სასახელო. ვაიმე მართლა რა თუნდა ამდენი ხანი? რამე ხო არ გართულდა ნეტა?
კაი დედა, კაი ენის იყავი, არც კომაგი. დედა, ხე არ არის სადმე? ყველაფერი კარგად იქნება. შენ მაგაზე არ ინერვიულო, დედიკო. ისეთი გოგო გაიზრდება, მთელი სოფლის მშვენება იქნება. ო, თავისი დებივი. მოდის. ეკიმო, აბა რა ხდება? გვაქვს მშვიდობა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ბავშვის ჯანმრთელობას არავით არის საფრთხე არ ემუქრა. როდის შევძლებთ ნახვას? ხვალ შეძლოთ. დღეს ვერა? ისედაც ნაანდრევი მშობიარობა იყო თან ეს ოპერაცია. ხვალ ჯობს რომ ხვალ ხოლმე მშობლები დაუშვათ. ჯერ მაინც დაბალი იმუნიტეტი. მართალია, როგორც საჭიროა ისე გავაკეთებთ. აღარ უნდა ამას ბევრი ლაი. ძალიან დიდი მადლობა შენ უპატიჟემოთ არ დაგტოვებთ არც ერთ ვარი. არ არის პატივისცემა საჭირო, ჩემი ვალია. როგორ არა ჩვენ. ჩემი ვალია ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მიხარია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. წავედით, ეხლა აქ არაფერი გვესაქმება, ეს საქმე მთელი თვე უნდა აღნიშნოთ. წავედით. მაგრამ ბავშვი ასე უნდა დავტოვოთ? დედა, შიგნით მაინც არ გვიშვებენ და ხვალ მოვიდეთ დილიდან. აი, მართალია ეს ჯობია. წავედით. ისა მამა. მაიკო დავსვათ ეხა წინ, ხო? რატო? მშობი არა, მაინც და წინ დაждდეს თქვენ ჩასხედით უკან. მართალია, ხოჭა, წავედით. ღია, მოდი. ქალბატონოვალი, კერესას ველოდებოდი მე. არ არის ხო სახში? არა, მოვა ცოტა ხანში. აუ, ეკლერები მაქვს ძალიან კაი და ჩაისთან ერთად მივირთვათ, ხო? კარგი, წავიდეთ. კერესა გიждდება კარალიოქზე. ამიტომ სადაც კი შემხვდება, ეგრევე ყიდულობ და მომავს. არ ვიცოდი. კი, და ბავშვობაში კარალიოკი ხურმა რო აღმოჩნდებოდა, ნუ ისე ტიროდა. მე ვასწავლე და ძალიან შემეშალა. გააჭერით ხო? და იმის მერე აი ეს სახლი იყო მთლიანად მოფენილი თასებით, სულ დაჭრილი კარალიოკები ელანკა. ისა არ ეთყობა ეგეთი საყვარელი თუ იყო. და არის საყვარელი. ცელკი იყო. გადაიღეთ რა. აუცილებლად. შენ რაღაცას აკეთებდი და ჩემს გამოზიხარ ახლა. არა, რაღაც კაბებს ვარჩევდი უბრალოდ. ხო, მაქვს შეხვედრა სამსახურში და თან არ მაქვს გადმოტანილი ყველაფერი და არ ვიცი რა ჩავისწო. რაღაცნაირი ხასიათზე ხარ. მოხდა რამე? არაფერი ისეთი. უბრალოდ ჩემებზე მეფიქრება რა. თავი გაიგიჟეს, იპარები თუ თხოვდები ეს პატარა ქორწილი რა არის? მესმის ერთი შვილის ამბავია ეს და რაღაცა პომპეზური ქორწილი უნდა. აი ზუსტად ეგ მითხრეს მეც. რანაირად? შენ რატო არ გინდა დიდი ქორწილი? მე როგორ არ მინდა, მაგრამ არ იცნობ კერესას. ეცი რა კერესა თუ ესეთ დათმობაზე წამოვიდა, იქნება აქაც დაგეთანხმო. არა, ვერ მეტყვი მე ვერაფერს მართლა ხა, ისაც ჩემ გამოდათანხმდა ამ პატარა ქორწილსაც. იყოს ესე როგორც არის. მოდი მე ვეტყვი. უი არა, მაშინ უფრო არ გაბრაზდე. თუ გაბრაზდება იქნება პატარა ქორწილი, თუ არ გაბრაზდება იქნება დიდი ქორწილი. მართლა დაელაპარაკებით? რა მოხდა ვკითხავ? ой, ძალიან დიდი მადლობა. მართლა ძალიან დიდი კი, მადლობა. აუც გითხავ, დღეს ვკითხავ. ეხლა მომისმინე წადი შენ მიხედე რაღაცას აკეთებდი და მე ყავას დამლებ. კარგი და გადაიღეთ აუცილებლად. ეკლერსაც გავსინჯავ, კი ბატონო. მიდი. შეიძლება თუ ანას ნივთების სასწავლებად მოხვედით, მე ყველაფერი გავუგზავნე და რაღაცები თვითონაც ამოვია. არა, შენთან მაქვს საქმე. გეთევან მე თქვენთან არანაირი საქმე არ მაქვს. 2 წუთი. ოღონდ ბალე მეჩქარება. გისმენთ? გავიგე ავარიის ამბავი. ძალიან ვინერვიულე მიხარია რომ კარგად ხარ. ამას ზონდა ვისაუბროთ ახლა? არა, მაგრამ გადადეთ რა საქმეს. გიორგი, ანა არ არის დამნაშავე. დრაში.
რომ მიღალა და სხვისგან რო დაურსულდა, ვინ ვიღაცასთან რო დარბოდა, სხვისი შვილის სიყვარულში რომ აცხოვრა თუ რაში არ არის დამნაშავე. არა, ანა არ გატყუებდა, მე ვატყუებდი ამას. სანამ ბავშვის ამბავს გაიგებდა, ისედაც უნდოდა დაშორება. არ მოწონდა რომ გალატობდა, მე იმასაც დაშორდა. რა იყო, ტვინი გადაუტრიალდა, ხო? არა, მე ბავშვის ამბავი გაიგო, დნმ-ის ტესტი გაიგეთა. მე ჩავთვალე რომ ანასთვის და ბავშვისთვის შენთან დარჩენა უკეთესი იქნებოდა და პასუხები შევაცვლევი. ანას ბოლომდე ეგონა რომ მამა შენ ხარ. ვიცი, ცუდი მოსასმენია. ცუდი მოსასმენია. არა, სერიალში მგონია თავი რა. ვინ ახართ გამოგებინეთ რა. მე შვილისთვის კარგი მინდოდა. რა სამოვთქვეთ, რა შვილისთვის კარგი გინდოდათ? რა გაუკეთეთ შვილს? მე საერთოდ რა გამიკეთეთ? მე არ ვიცი ის ბავშვი რა გარემოში გაიზრდება, მაგრამ იცით რა მომშვიდებს? რომ თქვენთან და თქვენნაირ ხალხთან ურთიერთობა აღარ მექნება. ნახვამდის. ბიჭო, ეს 20 ლიტრა რო ჩაგიწერია, მა. 20 ლიტრა. ნახევარი საათი არ ეყოფა ამ ხალხს. რელს ბოდავ რა არის? რა ვიცი, მაშინ ღვინო დათვალე შენ და მე დავთვლი პროდუქტებს. დაუძახე რა დედაშენს. მაგან ზეპირად იცის რა არის საჭირო. დედა! დედა! ჩხავი ხარ. ახლა ჩაიძინა შენს წოლს. და რა გაყვიდებს ბიჭო აგერვარ. რა იყო? რა მოხდა? მოდით, ეხლა ორივენი მჭირდებით აქ. ტონა საქმეა გასაკეთებელი. რა საქმეები? ბოლოს ყველაფერი რომ ჩვენი გასაკეთებელი ხდება ხოლმე, ეგ საქმეები არა? თეკლა, დედა ვინ უნდა გააკეთოს აბა, ჰა? კაცები გააწყობენ სუფრას? კაცების საქმე არის, დედიკო, ცეცხლი, ხორცი, ღვინო. ამხელა გოგომ კი უნდა იცოდე, ახლა ეს ამბები შენ უკვე. კარგი. მერე იკიკლავეთ. ეხლა წერთ სიას. მორჩა. ბოლოს და ბოლოს ჩამოვყალიბდით, რამდენ კაცს პატიჟებთ. როგორც შევპირდი ღმერთს, ოღონდ მალე გამოჯანმრთელდეს და დიდ დასულობას გადავიხდი მეთქი, ისე უნდა ავასრულო ეს პირობა. და რამდენ კაცს გულისხმობს ეგ პირობა? თელ სოფელს, თეკლა. თელ სოფელს? ხო, როგორ გინდა აბა? არა, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ახლა 200-300 კაცის ნასუფრალი ესე ვშალო და ვალაგო. ვინც გინდათ ის მოიყვანო. დაჯექი შენ მანდ, დაჯექი შენ ჭირიმე რა. ჩემი გოგო იყოს კარგად და ღმერთის პირობას მე ვერ დავარღვევ. მომისმინეთ ახლა. ახლა საჭმლის კეთება, ალაგება და ალაგება ხეხვა რო არ მეზარება, კი იცით ეგ ამბავი თქვენ, ხო? მაგრამ თენგო ან სად დავტევთ ამდენ ხალხს? ან კაცო ამდენი საჭმლის კეთებას მე მარტო ხალი, რანაირად? არ ვიცი რა ვქნათ.